არასამთავრობო ორგანიზაცია არტ უნივერსალისა და მისი ხელმძღვანელის ხატია ჯანაშიას ინიციატივით ზუგდიდში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. თამაზ ჭილაძის 85 წლის იუბილეს სწორედ ამ ქალაქში გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა თავად მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი თამაზ ჭილაძე და რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა. მწერალთან შეხვედრა არტ გალერეაში შედგა, სადაც პუბლიცისტმა საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა და საზოგადოების კითხვებს უპასუხა. იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა სპეციალური წიგნი ალბომის სახელწოდებით გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, რომელიც თამაზ ჭილაძის ძმის, მწერლის, დრამატურგისა და პუბლიცისტის ოთარ ჭილაძის ხსოვნას მიეძღვნა. თბილი და მონატრებული შეხვედრა მწერალთან სასიამოვნო ატმოსფეროში შედგა. შეხვედრის დასასრულს მსურველები ავტოგრაფების რიგში ჩადგნენ. ჩამოვედი ევროპულ ქალაქში. დიდ ევროპულ ქალაქში ჩამოვედი და ძალიან გახარებული. ძალიან გახარებული ვარ, ძალიან ლამაზი. ეს მოედანზე უზარმაზარი მოედანი და რაღაც ესეთი შაბეთი. ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია ზუგდიდი. კარგი არქიტექტორები არის, ბევრი შენობა მომეწონა ძალიან. საერთოდ ეთყობა ქალაქი მე კიდე უნდა სპეციალურად ჩამოვიარო, ვიარო ქალაქში და ჯერ ვერ მოვასწარ რომ მევლო, რაც მანქანით მთელი დღის განმავლობაში ეს მაგრამ შაბეჭდილება ასეთია, მე რაც მთავარია იცით, აი ხალხი არ შეცვლილა, მაშინაც ძალიან გულით და მაგალითად. დღესაც მე ხალხი თქვა აქტაცებული ვარ იმ ხალხით, ვინც მე ხდება და დიდ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ესა, რომ ასე ხდება ხალხი. ძალიან მე ხელავ. შეიძლება იმას რომ აი ნენოვიცი შეჩვეული არა ვარ, მე არ დავდივარ შეხვედრებზე და იმებზე არ ვიცი მე ეგეთ რამეები და ბოლოში იცით რომ არ შემიძლია ავათავარ სულ, მაგრამ აქ მე უარს ვარავის მომეთყოდი და ისეთი მადლობელი ვარ ამ ხალხის ყურადღება, რაღაც გულწრფელი, რაღაც საოცარი გულწრფელი ყურადღება, ისიც ძალიან სარგებლობ შემთხვევით და მთელ ზუგდიდს მის შესანიშნავ ხალხს ჩემ დიდ პატივისცემას უცხადებ და მინდა რომ უსურვო მას ყველაფერი საუკეთესო რაც ჩაუფიქრებია და რაც მთელ საქართველოს უნდა ესასრულებოდეს. მოგვიანებით შეხვედრა კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში შედგა, სადაც მაყურებელმა შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა კლასიკოსი მწერლის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ნადირობის სეზონის ნაწყვეტი წარმოადგინა, რომლის დამდგმელი რეჟისორია რობერტ სტურუა, კომპოზიტორი გია ყანჩელი. ეგრელები უფრო მოსიყვარული ხალხია და ამიტომაც გადაუხადეს ასეთ გენიალურ ოჯახს. მე ოჯახს ვამბობ, იმიტომ რომ თამას როცა ვამბობ, ჩვენ ოთარსაც გულისხმობთ. და მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად თეატრი ზუგდიდში აშენდეს. იმიტომ რომ სირცხვილია რომ ასეთ თეატრალურ ხალხს არ გქონდეს ნორმალური თეატრი. მე ყველაზე მეტად რამეც გამოვიცა და გამახარა ის იყო რომ ეს ეპიზოდები ძალიან რთული სპექტაკლია მართლა. ეპიზოდებიც კი მიიღო და იყო ისეთი ემოციები ზუსტ დროს, როცა აქვს სპექტაკლის სრული დატვირთვა და აქვს მაყურებლისგან და ძალიან კარგი მაყურებელი ყავს ზუგდიდს და მართლა ვიმედოვნებ რომ მალე გარემოწდება თქვენი თეატრი, აუცილებელია, იმიტომ რომ დიდი ქალაქია და აუცილებელია კონდეს თეატრი, კარგი სცენა და ჩვენ არასდროს არ დაგვეზარება ჩამოსვლა და თამაში. ნერი ადამიანი ვარ, რომ ის ორ სპექტაკლში მომიწია მუშაობა, ან მე და იას და რავი, ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ და დიდხანს ჩვენს გვერდზე ყოფნას, იმიტომ რომ ესეთი ხალხი როგორც ბატონი თამაზია, სამწუხაროდ ძალიან ცუდაა და აუცილებელია ქვეყნისთვის და დიდხანს უნდა ყავდეს საქართველოს ესეთი ადამიანები. მეორე რაც შეეხება ხა დღევანდელ ჩვენს ნაწყვეტებს, საოცარი მაყურებელი იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი სითბო დახვდა რომ გამოვედით და ამჟამად ნაწყვეტები ვითამაშეთ და თეატრი როცა აშენდება და გარემონტდება, აუცილებლად ჩამოვალთ და არა მარტო ამ სპექტაკლს ყველა სპექტაკლს შემოვიტანთ, რაც რუსთაველის თეატრში
არის და რაც შეუძლებს. მე უღრმეს მადლობას ვუხდი ჩამომტანებულ სტუმრებს, პირველ რიგში ბატონ თამაზ ჭილაძეს, რომლის 85 წლის იუბილეც აღნიშნეთ დღეს. ასევე უღრმეს მადლობას ვუხდი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ რობერტ სტურუას, მსახიობებს იასუ ხიკაშვილს, გოგა ბარბაქაძეს და რუსთაველის თეატრის დირექტორს ბატონ გია თევზაძეს. ჩვენს ორგანიზაციას მრავალი პროექტი აქვს განსახორციელებელი, ჩვენ ძალიან მალე ვგეგმავთ გრანდიოზულ პროექტს, რომელსაც ჯერჯერობით თავში ვიკავებ გამოცხადებისგან, თუმცა ზუგდიდს ძალიან საინტერესო სიურპრიზს უმზადებ. საზოგადოებამ ღონისძიებაში აფასა როგორც საუკუნის პროექტი.